გუდაურში სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ფინალური ეტაპი დასრულდა. ქართულმა სათხილამურმა კურორტმა 21 ქვეყნის 88 სპორტსმენს უმასპინძლა. საერთაშორისო სპორტული ღონისძიება 2024-25 წლის ზამთრის სეზონზე საქართველოში უკვე მესამედ გაიმართა. გუდაურმა და ბაკურიანმა ჯამში 300-მდე სპორტსმენი მიიღო. ღონისძიება მთის ტრასების სააგენტოსა და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. შალვა სუმბაძე დეტალებით გუდაურიდან. მსოფლიო თასის ფინალური ეტაპი გუდაურში სნოუბორდ კროსის დისციპლინაში დასრულებულია. შეიძლება ითქვას, რომ ამით ამ დისციპლინაში მსოფლიოში 2024-25 წლის სეზონი დაიხურა. გამარჯვებულები კი კაცებს შორის გახდა ფრანგი სპორტსმენი, ქალებს შორის კი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა მოიპოვა გამარჯვება. საკმაოდ საინტერესო გამოვიდა ღონისძიება, იქიდან გამომდინარე, რომ წარმომადგენლობითი იყო სპორტსმენების რაოდენობა 88 სპორტსმენი მონაწილეობდა 21 ქვეყნიდან სნოუბორდ კროსის დისციპლინაში ფინალურ ეტაპზე მსოფლიო თასის ჩემპიონატში და ისინი იბრძოდნენ საკვალიფიკაციო ქულებისთვის, რომლებიც მათ დაეხმარებათ დეკემბერში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად, ვინაიდან იქ მხოლოდ საუკეთესო 50 სპორტსმენი მონაწილეობას მიიღებს. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრის დასრულების შემდეგ საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის მხრიდან უმაღლესი ქულით შეფასდა საქართველოში მოსამზადებელი სამუშაოები, როგორც ასე ვთქვათ, სასრიალო ტრასის მოწყობის, ასევე სხვა ინფრასტრუქტურული და ლოჯისტიკური სამუშაოები. უნდა ითქვას, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი ზომის, მსგავსი ასე ვთქვათ, საერთაშორისო ორგანიზაციები უმაღლეს შეფასებას აძლევენ საქართველოში მთის კურორტებზე გამართულ ღონისძიებებს და სწორედ ამის გამოძახილია, რომ ყოველწლიურად რამდენჯერმე იმართება საქართველოში სხვადასხვა მსოფლიო დონის ღონისძიება, შეჯიბრება სხვადასხვა დისციპლინაში ზამთრის სახეობებში და როგორც გითხარით, ამ შეფასებებიდან გამომდინარე, როგორც ბაკურიანი, ასევე გუდაური, მესტია უკვე მოხვედრილია საერთაშორისო მუდმივ კალენდარში, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წელსაც ექნება მაყურებელს შესაძლებლობა, რომ მსოფლიო თასის ფინალები, ეტაპები იხილოს როგორც გუდაურში, ასევე ბაკურიანში. ჩვენ გვქონდა ორი არაჩვეულებრივი შეჯიბრი გუდაურში. ეს იყო კარგად ორგანიზებული მთის ტრასების სააგენტოსა და სათხილამურო ფედერაციისგან. ყველა იყო ძალიან მოტივირებული, წარმატებული ღონისძიება ჩაეტარებინათ. ეს იყო მაღალი კლასის სნოუბორდ კროსის შეჯიბრება. სპორტსმენები იყვნენ კმაყოფილები, მათ სახეზე იყო ღიმილი. მადლობა საქართველოს, მადლობა გუდაურს ამ ორდღიანი შესანიშნავი შეჯიბრისთვის. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ აქ დავბრუნდით. გუდაურს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენ მსოფლიო თასების ჩატარების კუთხით გრძელვადიანი გეგმები გვაქვს. ბედნიერები ვართ, რომ გუდაური მოინიშნა მსოფლიო რუკაზე და ყველა საუბრობს აქ ჩატარებულ ღონისძიებებზე. ჩვენ დავბრუნდებით და გავაგრძელებთ მუშაობას ამ მეგობრულ და სტუმართმოყვარე ხალხთან. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვე. რთული იყო გამარჯვებამდე მისვლა. პირობები ძალიან კარგია აქ. ამინდიც ძალიან მომწონს. სიგიჟია, ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა ჩემს მეგობრებთან ერთად წავალ, რომ აღვნიშნო და ლუდი დავლიოთ. გუდაური ძალიან კარგია, მომწონს აქაური ინფრასტრუქტურა. დღეს იყო სეზონის ბოლო საერთაშორისო ღონისძიება, შესანიშნავად ჩატარდა, შეფასებები ძალიან მაღალი გვაქვს, როგორც საერთაშორისო დელეგატების მხრიდან, ასევე სპორტსმენების მხრიდან. ჩვენ წელს ჩავატარეთ 3 მსოფლიო თასი, ასევე ფრირაიდ ვორლდ ტური. ამით ვამთავრებთ სეზონს ღონისძიებების ნაწილში, თუმცა ვაგრძელებთ სეზონს სასრიალო ვიზიტორებისთვის. იქამდე სადამდეც იქნება კარგი თოვლის კონდიცია. ეს არის რიგით მესამე შემთხვევა, როდესაც მსოფლიო თასის ეტაპებს მასპინძლობს 2024-25 წლების სეზონზე გუდაური და ბაკურიანი. ჯამში 300-ზე მეტი სპორტსმენი იმყოფებოდა საქართველოში ამ ტურნირის ფარგლებში, დროის სხვადასხვა მონაკვეთში და აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ორივე კურორტი, როგორც გუდაური, ასევე ბაკურიანი იყო მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში. ევროსპორტზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ეს ჩემპიონატები. შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები რომ ეს ყველაფერი დადებითად აისახება ჩვენი კურორტების პოპულარიზაციაზე და ყოველი ასეთი წარმატებით ჩატარებული შეჯიბრი უდრის უფრო მეტ ტურისტს საქართველოში, რაც ბუნებრივია ნიშნავს უფრო მეტ ეკონომიკურ სარგებელს აქ მცხოვრები მოსახლეობისთვის.